ორმაგი სტანდარტები ქართულ პოლიტიკაში და საზოგადოებაშიც. უმრავლესობის ლიდერმა იმ ადამიანების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ყველაფერი რუსულს გმობენ. თუმცა, ნაწილი რუსულ ფულზე არ ამბობს უარს. ნაწილი ამ ქვეყანასთან სხვადასხვა ფორმით კავშირზე. თავისუფლად შეუძლია რუსულში, ინგლისურში, გერმანულში, ამერიკულში, ყველანაირ კლიპებში მიიღოს მონაწილეობა თავის შეხედულებისა მერე. მაგრამ ეს დისკუსიის საგანი როდის ხდება ხოლმე, იცით? როდესაც შენ თითქოს ყველაფერი რუსული გეზიზღება და მისი დეიდაშვილი ლიაკა ხოშტარიასი არ იყოს რუსეთიდან ფინანსდება. კარგი მსახიობია ძალიან და ბევრს უყვარს როგორც მსახიობი. მათ შორის ქართული ოცნების მომხრეებსაც და ბევრი საერთო ახლობელი, მეგობარი აღმოჩნდა საქართველოა, თბილისია და მე ვთქვი რომ მე შემიძლია ამ ადამიანს თავდეფშიც კი ჩაუდგე მეთქი. თუ ის გაითავისებს, რა ჩაიდინა, რაში იღებდა მონაწილეობას, ისე როგორც აგერ ორმა ადამიანმა დღეს იყო ერთ-ერთი უკრიბელაშვილი თუ ასე ხო? აღიარა, მოინანია, გაითავისა, რაში იღებდნენ მონაწილეობას და მათ სერიოზული შეღავათი გაეწიათ პროკურატურისგან. ეს არის ჩვეულებრივი ნებისმიერი ცივილიზებული სამყაროში ნებისმიერი ქვეყნის დამოკიდებულება ჰუმანური პატიმრის, ჭავდებულის თუ ბრალდებულის მიმართ. რუსეთს საქართველოს ომის შემდეგ პუტინთან ვღეროდნენ და ეს ადამიანები მერე გაგიჟდნენ ყველაფერზე რუსულზე, გამწარდნენ, როდესაც უკრაინაში შევარდა პუტინი. საქართველოში შემოვარდა ის არ იყო საკმარისი შენთვის სანამ უკრაინაში არ შევარდა მანამდე არ გეზიზღებოდა პუტინი ახლა შეგზიზღდა აი ეს არის მათი ორმაგი სტანდარტი და მათი მხილების ფაქტობრივი გარემოებები ამავდროულად